გამარჯობათ მეგობრებო, თქვენი საყვარელი რუბრიკა ცნობილი ადამიანების პირადი რუკების განხილვა დაბრუნდა. მეგობრებო, თუ გაინტერესებთ მსგავსი თემატიკის სხვა ვიდეოებიც გვაქვს, კონკრეტულად ჩვენს YouTube არხზე არის პლეილისტი სახელად პირადი რუკების განხილვა. და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. სანამ გადავალთ ვიდეოს თემატიკაზე, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყოთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო, გააზიაროთ, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ეს საკმაოდ საინტერესო ვიდეო. და ვიდეოს თემატიკა არის დადამ. მოკლედ, ბარბის თემატიკაზე მინდა ვისაუბროს დღეს. შეიძლება ოდნავ დაგვიანებულია, მაგრამ ვფიქრობ, ბარბი დღემდე აქტუალურია და უნდა განვიხილოთ თვითონ ბარბის პირადი რუკა. ანუ პირველად როდის გამოვიდა ბარბი და რა ასტროლოგიური მაჩვენებლები ჰქონდა ისეთ, რომ გახდა ასეთი ცნობილი და ნამდვილად ისტორია შეცვალა. და შემდგომში უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ ბარბის ფილოსოფიაზე, არამედ მსახიობ მარგო რობის პირად რუკაზეც. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო თემატიკა არის და თუ გაინტერესებთ, აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. დღეს ასეთ ვარდისფერ ფერებში ვარ, მეგობრებო, სწორედ იმიტომ, რომ ვფიქრობ, ვარდისფერი ფერი ასოცირებულია ზოგადად ბარბისთან. ჯერ განვიხილოთ მარგო რობის პირადი რუკა და რატომ არჩეს კონკრეტულად ის ამ როლისთვის და რატომ არის ის ასეთი კარგი მსახიობი, რატომ შეასრულა ასე ბუნებრივად ეს როლი. იმიტომ რომ ამის მაჩვენებლები ვიქნებით ჩვენ კარგი მსახიობი თუ არა, არის პირად რუკაში. მაშინ ასე პირველი მდებარეობა, რომელიც ძალიან კარგია ყველა მსახიობისთვის, მარგო რობის პირად რუკაში არის, რა თქმა უნდა, მზე კირჩხიბში, ხო? ანუ კირჩხიბია ზოდიაქოს ნიშნით ჩვენი მარგო. მარგო რაღაცნაირად ჟღერს მარგო. ის გარდა ასევე მერკურის კომუნიკაცია, აზროვნება და ასევე იუპიტერი, იღვალი და წარმატება აქვს კირჩხიბში. ანუ ეს სამი პლანეტა კირჩხიბში უკვე გვაძლევს შემოქმედებით საწყისებს და ერთგვარ სამსახიობო უნარებს. ამიტომ სწორედ ამ მდებარეობების წყალობით მარგო არის მშვენიერი მსახიობი. ჩვენ გვახსოვს მისი სხვადასხვა როლები. მან შეასრულა როგორც ჰარლი ქუინის როლი, რაც ასევე კარგად გამოუვიდა და რატომ გამოუვიდა მას კარგად, ეხლა ესეც მინდა ავხსნა მისი პირადი რუკის მიხედვით საქმე იმაშია, რომ მას მთვარე აქვს მორიელში. მთვარე ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტაა. მთვარე არის ჩვენი ქალური საწყისი, ჩვენი ქვეცნობიერი, ჩვენი ემოციური სფერო, მაინც ფემინურ ენერგიებთან არის კავშირში. ყველა მთვარე მორიელი არის ცოტათი ჰარლი ქუინი, მართლაც. ამიტომ არ გაუჭირდა მას ამ როლის შესრულება. მით უმეტეს ამდენი წყლის სტიქია მის პირად რუკაში, რომელიც არის ძალიან ემოციური. შეუძლია რადიკალურად ერთი დადებითი ემოციიდან მეორე ნეგატიურ ემოციამდე გადაიხაროს, ხო? ეს ყველაფერი მასში საოცარ სამსახიობო და შემოქმედებით საწყისებს აღვიძებს. ამიტომ მას ნებისმიერი როლის მორგება პრინციპში შეუძლია. მე თუ მკითხავთ, სხვა უფრო დრამატული და სერიოზული როლებიც შეუძლია რომ შეასრულოს, იმიტომ რომ ყველა კირჩხიბი ბუნებრივად კარგად თამაშობს დრამატულ როლს რეალურად. ყველა კირჩხიბი, აი მსახიობები, კირჩხები რომ ნახოთ ჩამონათვალი, იქ მიხვდებით, რომ დრამატული როლები მათ ძალიან კარგად გამოსდით. როგორც კირჩხებს, ასევე თევზებს, ასევე მორიელებსაც. ანუ წყლის ნიშნებს ეს დრამატული და სერიოზული როლები კარგად გამოსდით. ამიტომ დრამატულ და სერიოზულ როლებში იდეალური იქნება მარგო რობი. მისი პირადი რუკის მიხედვით. როგორც ვიცით, მთვარე მორიელში მთვარის დაზიანებული მდებარეობაა, რაც ნიშნავს, რომ მას არ ქონდა თქვა მარტივი ბავშვობა, ბევრი ფსიქოლოგიური ტრავმა და წყენები აქვს ბავშვობიდან. შეიძლება აქ კონფლიქტები დედასთან ან წყენები, უბრალოდ მე არ ვიცი მისი ბიოგრაფია, მაგრამ მისი პირადი რუკის მიხედვით მომაქვს დასკვნები. მეგობრებო, თუ თქვენ იცით მისი ბიოგრაფია და რასაც ახლა მე ვსაუბრობ მისი პირადი რუკის მიხედვით, შეგიძლიათ დააწეროთ კომენტარებში, რომ დიახ, ეს ასეა. იმიტომ რომ მე პირადად მისი ფანი არ ვარ დიდად და არც მისი ბიოგრაფია არ ვიცი. უბრალოდ ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო პერსონაჟია, როგორც მსახიობი, ასევე როგორც ადამიანი, არც თუ ისე მარტივი პირადი რუკით. და რატომ არ აქვს მარტივი პირადი რუკა, ამას მალე თქვენც მიხვდებით. მთვარე მორიელში ქალისთვის არ არის მარტივი, პირველ რიგში ეს ეხება პირად ურთიერთობებსაც მათ შორის, იმიტომ რომ ვისაც მთვარე მორიელში აქვს ძალიან უჭირთხოვნე პარტნიორთან გახსნა და აქვთ ეს ნდობის პრობლემები, ხო?
სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მარგოს ეხლა ყავს თუ არა საყვარელი პარტნიორი გვერდით, არ ვიცი, მაგრამ თუ არ ყავს, ეს ყველაფერი არის სწორედ გამოწვეული მისი არც თუ ისე მარტივი ხასიათიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მომთხოვნია პირად ურთიერთობებში, საკმაოდ ეჭვიანია, საკმაოდ ემოციურია და ამოდროულად ცდილობს თავისი ემოციების დამალვას, ხო, დაფარვას. აი, ეს ყველაფერი ახასიათებს მთვარე მორიელს და არ არის მარტივი ზოგადად მთვარე მორიელის მქონე ქალთან ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეს, იმიტომ რომ მათ აქვთ გარკვეული ტრავმები ბავშვობიდან გამოყოლილი, რის გამოც უჭირთ ნდობა ადამიანების და მათ ამის გამო ვერ გამსჭით, მათ აქვთ ამის უფლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩამოყალიბა მათში ისეთი ხასიათი, რომ დიდი ხნის განმავლობაში გამოცდებს უწყობენ და ტესტავენ ახალ ადამიანებს, სანამ მათ ენდობიან და გულის კარს გაუღებენ. სწორედ ამიტომ არ არის მარგო რობი მარტივი პერსონაჟი, მარტივი ხასიათის მქონე ადამიანი. მთვარე მორიელებს ერთგვარი ფეთქევადობაც ახასიათებთ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პირველი ნახვით ეს ვერ შეატყოთ მას, იმიტომ რომ იდეალურად მალავენ თავიანთ ემოციებს მთვარე მორიელები, მაგრამ საკმაოდ ცუდი გაბრაზება აქვს და საკმაოდ ტემპერამენტიანები არიან. ისევ და ისევ მთვარე მორიელს მართავს მარსი და პლუტონი. სწორედ ამიტომ ვერ იქნებიან შვიდი და ემოციურად გაწონასწორებული ადამიანები. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ხოლმე, როდესაც თქვენ ცხოვრობთ მთვარე მორიელთან, იმიტომ რომ მთვარე ყველაზე მეტად ვლინდება და ჩვენ გვეტყობა სახლში. მეგობრებო, სანამ გავაგრძელებთ ჩვენს ვიდეოს, ასევე დაწერთ კომენტარებში თუ მოგწონთ ხმა ვიდეოსი, იმიტომ რომ ახალი მიკროფონი ვიყიდე, როგორც ხედავთ და მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ არის რაიმე სხვაობა წინა ვიდეოებთან შედარებით ხმის კუთხით, ესეც დაწერთ კომენტარებში, აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. ვენერა ფინანსების და პირადი ურთიერთობების პლანეტა მას აქვს ტყუპებში. ზოგადად ვენერა ტყუპების ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი მხარე არის მიმიკრია. ანუ, როდესაც რაღაცას დაინახავენ, მარტივად შეუძლიათ მერე ეს გაიმეორონ ხოლმე. ანუ ეს მიმიკრია ტყუპებს ახასიათებს ზოგადად და როდესაც ვენერა ხვდება ტყუპებში, ასეთი ადამიანი, ასეთი ქალი იქნება საოცრად კომუნიკაბელური, ცნობის მოყვარე. უყვარს ექსპერიმენტები, თავისუფლება და სჭირდება საკმაოდ ისეთი საინტერესო გარემო. ხო, ანუ გარემო რაც უფრო ცვალებადია, მით უფრო აინტერესებთ ხოლმე ვენერა ტყუპებს. ამიტომ მსახიობიც ვენერა ტყუპებით ყოველთვის არჩევს საპირისპიროდ განსხვავებულ როლებს. ანუ შეიძლება ერთი როლი იყოს უფრო მხიარული, შემდეგი როლი დაუშვათ უფრო ისტორიული, დრამატული და ასე შემდეგ. ანუ პოლარულად განსხვავებული გემოვნება აქვთ ხოლმე ქალებს ვენერის ტყუპებში. ეს ვენერა მას დადებითად აქვს ასპექტირებული და რა თქმა უნდა, ფინანსების მოზიდვის კუთხით ეს იდეალურია, როდესაც თქვენი ვენერა არის დადებითად ასპექტირებული. სწორედ ამიტომ არ გაუჭირდა მას თავისი სამსახიობო ტალანტის გამოყენების და ეს კომუნიკატორული საწყისების გააქტიურებით, იმიტომ რომ მსახიობობა კომუნიკაციაც არის, ხო? თამაში არის კომუნიკაცია, მიმიკრია, როგორ შეგიძლია აითვის როლი. ვენერა ტყუპებს ეს იდეალურად გამოსდით, მით უმეტეს ეს ვენერა თუ არ არის ნეგატიურად ასპექტირებული, ან საატურნისგან, ან პლუტონისგან დაუშვათ. ვენერა დადებითად აქვს მხოლოდ ასპექტირებული და ეს კიდევ ერთი პლუსია მის პირად რუკაში, რის გამოც ის გახდა ასეთი წარმატებული თავის სფეროში. აი, ტყუილად არ ვთქვი, რომ არ აქვს მარტივი ხასიათი მარგო რობის, მარსი ბრძოლის და ტემპერამენტის პლანეტა აქვს ვერძში. ქალებს მარსი ვერძით საკმაოდ ფეთქებადი და იმპულსური ხასიათი აქვს. თუმცა სამართლიანი. ბევრი კაცი ვერ უძლებს ქალს მარსით ვერძში, იმიტომ რომ ასეთი ქალები არიან არატიპიური ქალები, ანუ მათ აქვთ კაცური ხასიათი. და მარტოც მშვენივრად გაიტანენ თავს ქალები მარსით ვერძში. ეს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და ხშირად სხვათა შორის კონკურენცია აქვთ ხოლმე მამაკაცებთან, ანუ ართმობენ დომინაციურ პოზიციას, რის გამოც ბევრი კაცი უბრალოდ გაურბის ქალს მარსით ვერძში. ანუ ძალიან რთულია ჰარმონიული ურთიერთობა ასეთ ქალთან. თქვენ თუ არ ხართ ან მისნაირი ძლიერი, ან მასე ძლიერი. იმიტომ რომ ქალები მარსით ვერძში ნამდვილად შეიძლება ჩაითვალონ ძლიერ ქალებად.
ძლიერი მიზანდასახული ბრძოლის უნარიანი და საოცრად სწრაფები თავიანთ რეაქციებში. აი ასეთები არიან ქალები მარსით ვერტში. ეს მარსის ყველაზე ძლიერი მდებარეობა, იმიტომ რომ მარსი მართავს ვერტს და მარსი ყველაზე კარგად ვლინდება ვერტში, ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს მარსი ამ ნიშანში და მას მარსი აქვს ნეგატიურად ასპექტირებული, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია კაცებთან ქონდეს კონფლიქტი. ვერ ეგუება საპირისპირო სქესის შენიშვნებს, დომინაციას და ასე შემდეგ. ვერ ეგუება საკმაოდ ბრძოლის უნარიანი ბობოქარისტი ხასიათი აქვს. სწორედ ამიტომ შეიძლება ამან შეუშალოს ხელი ჰარმონიული პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი პირადი რუკა, რამდენად ნეგატიურად გაქვთ თან დადებითად ასპექტირებული მარსი, იმიტომ რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ქალისთვის, მას თუ უნდა ჰარმონიული ურთიერთობა საპირისპირო სქესთან. კონკრეტულად მარგო რობის აქვს მარსი იუპიტერის კვადრატი და მთვარე მარსის ოპოზიცია დგება გრადუსულად. საკმაოდ რთულია. ის ყველა კაცში ხედავს ერთგვარ კონკურენტს და უნდა რომ თავისი ადგილი მიუჩინოს. აი ჭკუა ასწავლოს და ასე შემდეგ. ეს ახასიათებს აი მარსი იუპიტერის კვადრატს, აი ქალს თუ აქვს მარსი იუპიტერის კვადრატი, ყოველთვის კაცებს ჭკუას ასწავლიან ხოლმე. და საკმაოდ წუნიები არიან სხვადასხვა. და მთვარე მარსის დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ადამიანს უამრავი შინაგანი კონფლიქტი აქვს და საკმაოდ რთულად მუშავდება ეს ასპექტი. თქვენც თუ ეს ასპექტი გაქვთ, მე გირჩევთ აუცილებლად უნდა დაკავდეთ სპორტით, თუ არ გინდათ გარკვეული დაავადებები მერე მოიზიდოს თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მთვარე არის ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი სიგნიფიკატორიც. სხვათა შორის მეგობრებო, საკმაოდ საინტერესო ასპექტი აქვს მარგო რობის, კონკრეტულად ეს არის მზე ურანის ოპოზიცია. ვისაც აქვს მზე ურანის ნებისმიერი ასპექტი, ეს შეიძლება იყოს შეერთება, კვადრატი, ოპოზიცია, ან სექსტილი თუნდაც, ხო? ან ტრინი. ურანი ნებისმიერ პლანეტასთან ასპექტირებისას ვანიჭებს უფრო მეტ მერწყულურ გიჟურ თვისებებს. სწორედ ამიტომ ვინცაც აქვს მზე ურანის დაპირისპირება პირად რუკაში, ან არიან გიჟები, ან გენიოსები თავის საქმეში. ანუ ყოველთვის არასტანდარტულად მუშაობენ, არასტანდარტული რეაქციები აქვთ, არ არიან მარტივად კონტროლირებადი ხალხი, ანუ მუდმივად უნდათ რევოლუცია, სიახლეები და ვფიქრობ ეს მის ხასიათშიც იგრძნობა, ხო, მის როლებში იგრძნობა, რომ ყოველთვის ირჩევს არასტანდარტულ როლებს თვითონაც და საკმაოდ კარგად ასრულებს ამ არასტანდარტულ როლებს. აი თითქოს ძალიან ბუნებრივად შედის ამ როლში და ადამიანს მსგავსი არასტანდარტული ასპექტები თუ არ აქვს პირად რუკაში, ის ვერ შეიგრძნობს ამ პერსონაჟის არასტანდარტულობას რეალურად. ამიტომ თითოეული მსახიობი, ხო, ვინც თამაშობს ამა თუ იმ როლს, ასე თუ ისე მისი ალტერ ეგო შეიძლება ასე ითქვას, მისი ერთ-ერთი მე არის ასოცირებული ამ პერსონაჟთან, იმიტომ რომ ვერასოდეს თქვენ ვერ შეასრულებთ როლს იდეალურად, თუ თქვენ რაღაცით მაინც არ ხართ მიმსგავსებული ამ პერსონაჟთან. სწორედ ამიტომ შეასრულა მან იდეალურად ეს ჰარლი ქუინის როლი და ეს მზე ურანის კვადრატი პლუს მთვარე მორიელში, შავი მთვარე ლილიტიც მორიელში, აი ნამდვილად ჰარლი ქუინი არის ამბასადორი ჩემი აზრით ამ მდებარეობების და ამ ასპექტის. რომ დააკვირდეთ. ასევე წარმატებულ სამსახიობო კარიერაზე მიუთითებს აქტიური მე-12 სახლი, მეგობრებო, პირად რუკაში, მარგო რობის დაბადების საათიც არის ცნობილი, ამიტომ შეგვიძლია სახლებზეც ვისაუბროთ აქ. რამოდენიმე პლანეტა, კონკრეტულად მზე, იუპიტერი, მერკური აქვს მე-12 სახლში. ანუ, როდესაც ჩვენ 3 პლანეტა გვაქვს ერთ სახლში, შეგვიძლია ჩავითვალოთ იმ სახლელად. ანუ მარგო რობი არის კლასიკური მე-12 სახლელი. რას ნიშნავს მე-12 სახლელი რეალურად? ბევრს ეშინია მე-12 სახლის, იმიტომ რომ ეს არის ბოლო ასტროლოგიური სახლი, თევზების მმართველობის ქვეშ არის და არის კავშირში როგორც ციხესთან, ასევე ფსიქიატრიულ კლინიკებთან, ასევე შიშებთან, განმარტოებასთან, ემიგრაციასთან, სხვათა შორის შემოქმედებითობასთან, მედიცინასთან, ეზოთერიკასთან, ხო? ანუ ყველაფერ ამოუცნობთან არის კავშირში ეს მე-12 სახლი.
რეალურად ვისაც მზე აქვს მე-12 სახლში, იდეალურად ვლინდება მე-12 სახლი, როდესაც ადამიანი მიდის სამსახიობო მიმართულებით. ეს მარგოსთვის არის ერთგვარი თერაპია. რეალურად, აი რომ მსახიობობს და ამ თავის შინაგან ღრმა ემოციებს ამა თუ იმ პერსონაჟში დებს და უკეთებს ამას სუბლიმირებას, არის მისთვის идеალური. მე არ ვიცი, ვინმე ასტროლოგმა ურჩია, რომ გამხდარიყო მსახიობი თუ თვითონ ინტუიციურად გრძნობდა, რომ მას ეს დაეხმარებოდა პირადი რუკის დამუშავებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როგორც ცხოვრობს ეს ადამიანი და რა როლებსაც ირგებს, მისი პირადი რუკის დამუშავებისთვის ეს არის идеალური. მეგობრებო და მე ვურჩევდი, რომ ჰქონდეს ერთი ასევე ისეთი მძიმე და დრამატული როლიც, ხო, ეს მთვარე მორიელი, თავისი მთვარე მორიელი, უფრო რომ დაამუშავოს და გამოხატოს კიდევ უფრო მძაფრად და მეტად და ეს მე-12 სახლიც სხვადასხვა არის კავშირში ერთგვარ მანიაკალურ თემატიკასთანაც. მისი კარმული მისია. აღმავალი კარმული კვანძი აქვს მერწყულში, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ რეინკარნაციაში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადაპტირება ახალ კოლექტივში, არასტანდარტულ მისგან განსხვავებულ კოლექტივში და უნდა გახდეს უფრო მეგობრული. სავარაუდოდ მან ეს პროგრამა სწორედ შეასრულა, იმიტომ რომ ისე არ მიეცემოდა ამხელა წინსვლა და ცნობადობა. რეალურად აი ცნობადობა, ვისაც აღმავალი კარმული კვანძი აქვს მერწყულში, არ მოგეცემათ, სანამ არ დაამუშავებთ ამ რაჰუს, ამ აღმავალ კარმულ კვანძს. აღმავალი კარმული კვანძი ლომში გამოდის, ამიტომ ამ ადამიანებს აქვთ ეს ლიდერული საწყისები და ცნობადობის მოთხოვნილება ბავშვობიდანვე. მაგრამ არ მოგეცემათ ეს, სანამ არ ისწავლით კოლექტივში ადაპტირებას. ვინაიდან მარგო რობი საკმაოდ ცნობილია დღეს თავის საქმიანობაში და მიეცა საშუალება ამ თავისი კეტულ ლომის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, ეს ნიშნავს იმას, რომ რაჰუ მერწყულში იდეალურად დაამუშავა. ანუ გახდა უფრო მეგობრული და ისწავლა თანასწორუფლებიანი ადაპტირება კოლექტივში. მეგობრებო, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო თემაც იქნება მარგო რობის თვითონ რაიან გოსლინგთან სინასტრიაც რომ ვნახოთ და განვიხილოთ ახლა ასტროლოგიურად, იმიტომ რომ არ ვიცი ნახეთ თუ არა ფილმი, მე ვნახე ფილმი ბარბი, რომელიც გამოვიდა 2023 წელს და საკმაოდ კარგად და ჰარმონიულად თამაშობდა ეს წყვილი ამ როლს. ვიცი რომ რაიანს ყავს ცოლი, მაგრამ მაინც მათ შორის, აი მსახიობებს შორის იგრძნობოდა რაღაც ქიმია. მე არ ვიცი თქვენ შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ეს მომენტი დავიჭირე და რომ შევადგინე მათი პირადი რუკები, მივხვდი რატომ ვგრძნობდი ამ ქიმიას. იმიტომ რომ ეს ქიმია მათ სინასტრიაში იკითხება რეალურად და მოდით ახლა ესეც განვიხილოთ. ზოგადად რა ქმნის ხოლმე ამ ქიმიას ადამიანებს შორის? ქიმია ყოველთვის არის მაინც კავშირში მარსთან. მარსი არის ჩვენი ტემპერამენტის და ქმედების პლანეტა, ხო? ამიტომ, როდესაც ადამიანებს მარსი აქვთ ან ერთ ზოდიაქოს ნიშანში, ან ერთ სტიქიაში, ხო, ანუ სტიქიაზე რომ ვსაუბრობთ, დაუშვათ მარსი ლომი და მარსი ლომი, ხო, იდეალური ქიმია გამოდის, იქ სხვა ნეგატიური ასპექტები თუ არ შეუშლის ამ მარსების გამოვლენას ხელს, ასევე მარსი მშვილდოსანი მარსი ლომი, იმიტომ რომ ორივე ცეცხლის მარსია, ხო, ანუ სტიქიების მიხედვით არის დამთხევა. მარსი თევზი, მარსი მორიელი მშვენიერი ქიმია, მარსი თხისრქა, მარსი ქალწული მშვენიერი ქიმია. ხო, ანუ ეს მარსების თემატიკა პარტნიორულ ურთიერთობებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ვსაუბრობთ როგორც ბიზნეს პარტნიორულ ურთიერთობებზეც, რომ თქვენ გესმოდეთ ერთმანეთის, ანუ ხვდებოდეთ, რომ დაუშვათ ამან ეს გააკეთა, იმიტომ რომ, ხო, ანუ ეს იმპულსი, ხო, ეს იმპულსი რომ გესმოდეთ სხვა ადამიანის მარსების მხრივ არ უნდა გქონდეთ კონფლიქტი. მაგალითად, მარსი ლომს გაუჭირდება მარსი მერწყულის გაგება საპირისპიროა და ამიტომ მარსი სასწორს მარსი ვერძის გაგება, იმიტომ რომ საპირისპიროა და ასე შემდეგ. თუმცა საპირისპირო მარსებიც ხშირად მიიზიდებიან ხოლმე, მაგრამ მაინც დიდად არც არაფერი არ გამოზდით ხოლმე საბოლოო ჯამში. ნუ ეს სხვა ვიდეოს თემატიკა და მარსებზე სინასტრიაში თუ გაინტერესებთ ვიდეო, დამიწერეთ, რომ მარი გაინტერესებს მარსის განხილვა სინასტრიაში, ჩაგვიწერეთ და თუ ბევრი კომენტარი დაგროვდა ამ თემაზე, მე მივხვდები, რომ თქვენ ეს გაინტერესებთ და ჩავწერ კიდევ ცალკე ვიდეოს ამაზე. რაიან გოსლინგს აქვს მარსი მშვილდოსანში და მარგო რობის აქვს მარსი ვერძში, ხო, ანუ ორივე ცეცხლის მარსია.
ანუ აქ ქმედებების კუთხით არის ერთგვარი ქიმია. ასევე რაიან გოსლინგი არის მორიელი და მარგო რობი კირჩხები, ხო? ანუ წყლის სტიქია. აქაც დამთხევა ქიმია. ანუ მზეების მხრივ ქიმია, ასევე მარსების მხრივ ქიმია. შემდეგ რაიან გოსლინგი ვენერას ასწორი, მარგო რობი ვენერა ტყუპი. ჰაერის ვენერა, ჰაერის ვენერა. აქაც ქიმია დამთხევა. საკმაოდ საინტერესო სინასტრია გამოუვიდათ. თან მარგო რობი არის მთვარით მორიელი და მაშასადამე მზით მორიელებს იდეალურად გაუგებთ თვითონ, ხო? და ხშირია ხოლმე, რომ თქვენი მთვარის ნიშანს კარგად გაუგებთ. ეს ხშირი მომენტია ხოლმე. მაგრამ აი რაიან გოსლინგი არის უკვე მთვარე თხისრქა. მთვარე თხისრქებს ცოტა უჭირთ ხოლმე მზით კირჩხიბის გაგება, ხო? იმიტომ რომ საპირისპირო მზე მთვარე გამოდის. შეიძლება სწორედ ამანაც შეუშალა ხელი იმას, რომ დღემდე მაინც არ მეგობრობენ და არ აქვთ ისეთი აქტიური კომუნიკაცია ერთმანეთთან. ყოველ შემთხვევაში იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რა ინფორმაციასაც მე ვფლობ. ხო? მოკლედ, ქიმია ამ მსახიობებს შორის არის სწორედ იმის გამო, რომ აი ასეთი საინტერესო სინასტრია გამოვიდა, ხო? და სინასტრია ვინც არის, ის არის ორი ადამიანის შეთავსება პირადი რუკების მიხედვით და თუ გაინტერესებთ სინასტრია თქვენს პარტნიორთან, აუცილებლად მოგწერთ პირადში სინასტრიის გასაგებად და არა მხოლოდ, კიდევ ბევრი საკმაოდ საინტერესო სერვისი გვაქვს, მეგობრებო, რასაც დაინახავთ ახლა ეკრანზე და ამ სერვისების შესაკვეთად აუცილებლად მოგწერთ პირადში და ასევე ერთსაათიანი ონლაინ კონსულტაცია თუ გაინტერესებთ ჩემთან, წინასწარ ხდება ჩაწერა და თარიღზე შეთანხმება. ამის თაობაზეც მოგწერთ პირადში. ჩვენ კი გავაგრძელოთ. სხვადასხვა სხვა ფილმში რომ თამაშობდა, ხო, Wall Street-ის მგელი. თამაშობდა ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად, რომელიც ასევე მზით და სხვა პლანეტებით არის მორიელი, მეგობრებო და იქაც იგრძნობოდა, რომ საკმაოდ კომფორტულია მისთვის ამ მსახიობთან სცენები და საკმაოდ თამამის სცენებიც ჰქონდათ. და რეალურად მზით კირჩხიბი იმ დონეზე კაპრიზიანია ქალი მზით კირჩხიბი, რომ თუ მისთვის არ არის კომფორტული ესა თუ ის მსახიობი, მასთან არ ექნება მსგავსი სცენები. ხო, ანუ რა სცენებით ჩვენ ვნახეთ ამ ფილმში, ხო, თუ არ გენახავთ ნახეთ, ლეგენდარული ფილმია რეალურად და ლეონარდო დიკაპრიოს პირადი რუკაც თუ გაინტერესებს, დამიწერეთ კომენტარებში რომ გაინტერესებთ. მოკლედ, იგრძნობა რომ აი მორიელებს მაინც კარგად უგებს ხოლმე თავის საქმიანობაში ჩვენი მარგო რობი, სწორედ მთვარე მორიელის გავლენით. აი ხო ხვდებით ახლა რამხელა გავლენა აქვს მთვარეს ჩვენს პირად რუკაში. ახლა კი განვიხილოთ ბარბის კონცეფცია, მეგობრებო. პირველად ბარბი, ხო, ბარბი, როგორც პროდუქტი, წარსდგა საზოგადოების წინაშე 9 მარტს 1959 წლის. ეს არის რა? მზე თევზი. ბარბი გამოდის თევზი, ხო? ფაქტობრივად, ანუ ზოდიაქოს ნიშნით. ხოდაშორის აი ქალების დღეც და რეალურად ეს ფემინისტური მოძრაობის საყვარელი დღე 8 მარტი თუნდაც, ხო? ესეც მზე თევზები გამოდის. რეალურად თევზები არის ორმაგად ფემინური ნიშანი, ანუ ასე ითვლება ორმაგად ფემინური. რატომ? იმიტომ რომ არის წყლის სტიქიის და წყლის სტიქია ზოგადად ქალურ ენერგიებთან არის კავშირში და ასევე თევზებში ეგზალტირებს ვენერა. ამიტომ თევზების ზოდიაქოს ნიშანი ფემინისტური მოძრაობისთვის არის იდეალური, რეალურად, ხო? აი 8 მარტი გავიხსენოთ თუნდაც, ყველა ქალების დღე და ფემინისტებსაც ძალიან უყვართ ეს დღე. და ასევე 9 მარტს 1959 წლის პირველად გამოვიდა ჩვენი ბარბი, რომელმაც დაიპყრო მსოფლიო და მოდით განვიხილოთ კოსმოგრამა რა პლანეტები აქვს ამ ჩვენს ბარბის, როგორც პროდუქტს, როგორც ერთგვარი ქალური სილამაზის და დამოუკიდებლობის სახეს. რეალურად ბევრს არ ესმის სწორედ ეს კონცეფცია, მაგრამ ბარბიმ თავისი შექმნის ისტორიით ქალებს მისცა უფრო მეტი დამოუკიდებლობა. ბევრს არ ესმის ეს, იმიტომ რომ გონიათ, რომ აი ბარბი არის იდეალური, არარსებული ქალის ტიპაჟი, მაგრამ არა, წლების განმავლობაში ბარბი იხვეწებოდა და ეხლა ბარბი არის სხვადასხვა ფორმით. როგორც ბარბი კოსმონავტი, როგორც ბარბი ექიმი, ბარბი ბიზნესვუმენი, ფერადკანიანი ბარბი და ასე შემდეგ. ანუ ეს კონცეფცია კიდევ უფრო დაიხვეწა წლების განმავლობაში და რეალურად ბარბი არის მაინც ფემინისტური. და სწორედ ბარბის შექმნის ისტორია
არის ერთ-ერთი წინაპირობა ფემინისტური მოძრაობის ჩამოყალიბების რეალურად და პატრიარქატის ნგრევის დასაწყისის ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ეხლა პატრიარქატის ნგრევა ასეთი მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. როდესაც ვნახულობთ ბარბის გამოშვების თარიღის კოსმოგრამას, ხო? თვალსაჩინო ხდება, რომ ნამდვილად სოფლმხედველობის ტრანსფორმირება გამოიწვია ბარბიმ. იმიტომ რომ არის ასეთი ასპექტი იმ დღის, კონკრეტულად იუპიტერი პლუტონის დაპირისპირება. იუპიტერი არის რა? ჩვენი მსოფლმხედველობა. პლუტონი პლანეტა ნგრევის ტრანსფორმაციის. ანუ ეს ნიშნავს რას? რომ ძველი აღქმა ქალების, მათი ფუნქციების, მათი თუნდაც გარეგნული შესაძლებლობების და ასე შემდეგ შეიცვალა. ანუ ეს იყო ფაქტობრივად ბიძგი ძველი სტერეოტიპების ნგრევისკენ და საერთოდ ახალი იდეოლოგიის ჩამოყალიბებისკენ. სწორედ ამიტომ მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ თუ გეკმაოთ რაიმე ბიზნესის წამოწყებას, რომ იცოდეთ იმ დღეს რა პლანეტარული ასპექტებია. ასევე, ზედამთვარე დგას თევზებში, ანუ ახალმთვარეობა არის. ახალმთვარეობა იდეალური პერიოდია ახალი საქმის წამოწყებისთვის. მით უმეტეს იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ თევზები, როგორც უკვე ვთქვი, არის ორმაგად ფემინური ნიშანი. სწორედ ამიტომ ბარბის გამოსვლისთვის იყო იდეალური დღე ნამდვილად. ასევე ვენერა, ქალურობის პლანეტა, ფინანსების პლანეტა, იმ დღეს იყო ვერტში. რას ნიშნავს ახლა ეს? ეს რა თქმა უნდა არის ვენერას დაზიანებული მდებარეობა. და ჩვენ ვხედავთ კიდეც რეალურად, რომ დასაწყისში ბარბი იყო ზედმეტად ექსტრავაგანტული, ზედმეტად ქალური, ზედმეტად ფემინური. ვისაც არ გინახავთ ვიდეო მერლინ მონროს პირადი რუკის განხილვა, ლინკი ქვემოთ იქნება და გადადით დანახეთ აუცილებლად. სწორედ მას ჰქონდა ვენერა ვერტში. ზოგადად ქალს რომ ვენერა ვერტში აქვს, აქ არის ორი გზა. ან არის ძალიან ფემინური, არაადეკვატურად ქალური და შეიძლება ვულგარულიც იყოს, ან არის ძალიან ბიჭური. აი ეს ორი კარდინალური გზა აქვს ვენერა ვერტს თავის გამოვლენის. აი ბარბიმ გამოავლინა არაადეკვატური ქალურობა. მომენტებში ვულგარულიც კი იყო ბარბი, ვისაც გახსოვთ ხა, მე უამრავი ბარბი მქონდა ბავშვობაში. მაგრამ შემდგომში ეს კონცეფცია მაინც დაიხვეწა, დღესდღეობით ვხედავთ, რომ დახვეწილია უფრო. ვენერა ვერძი არის არამხოლოდ კავშირში პრობლემებთან გარეგნობის აღქმის დაუშვათ, ხო? იმიტომ რომ ეს დაზიანებული ვენერა, ეს არის კავშირში ასევე დამოუკიდებლობის ენერგიასთან. მიზანდასახულობის ენერგიასთან. ანუ რეალურად ბევრმა ქალმა ბარბის გამოსვლის შემდეგ თავი იგრძნო უფრო თავდაჯერებულად, უფრო მნიშვნელოვნად. ეს ასეა, შეგიძლიათ ნახოთ კიდეც ინფორმაცია ამის თაობაზე იმ დროის ქალები რომ საუბრობენ ბარბიზე. იმიტომ რომ ვენერა ვერძი არის დამოუკიდებლობის სიმბოლო. მე ვარ დამოუკიდებელი, მე ვიზავ იმას, რაც მე მინდა. ანუ ისევ და ისევ ეს ვენერა ვერძი არის საკმაოდ ფემინისტური. ოღონდ თუ დაამუშავებს თავისი გარეგნობის მიუღებლობას და ერთგვარ მიდრეკილებას ხელოვნურობისკენ. აი ეს არის ვენერა ვერძის პრობლემა, რაც რეალურად იკითხება კიდეც ქრონოლოგიურად რომ მიყვეთ ბარბის ისტორიას, იკითხება კიდეც ეს პრობლემა. მაგრამ დღესდღეობით ვფიქრობ, რომ არის საკმაოდ დამუშავებული. იმ წელს გვქონდა აღმავალი კარმელი კვანძირახუ სასწორში. რა არის ახლა ეს? ბარბი იყო როგორც ერთგვარი ბრენდი, კომპანია, ხო? ყველა კომპანია, რომელიც იქმნება რაჰუ სასწორის პერიოდში, არის ორიენტირებული საზოგადოებაზე, სილამაზეზე, ჰარმონიაზე და პარტნიორული ურთიერთობების სტაბილიზაციაზე. სწორედ ეს ფუნქცია ჰქონდა რეალურად ბარბის შექმნას, ეს ჩანს კიდეც კოსმოგრამის მიხედვით. და თქვენ რას ფიქრობთ, შეასრულა თუ არა ბარბიმ საკმაოდ მნიშვნელოვანი ისტორიული როლი და შეცვალა თუ არა კაცობრიობის მსოფლმხედველობა? ოდნავ მაინც. დააწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, ძალიან მაინტერესებს. და რა თქმა უნდა, მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და დაელოდეთ ჩემს შემდეგ ვიდეოებს.